სობაში კობახიძე და დინარაძემ დააბესრეს პირდაპირ მნიშვნელობით ლილვაშვილი, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე, გომელაური, რიჟვაძე და ბიძინა ივანიშვილს აუტანეს დოკუმენტები, სადაც დაუმტკიცეს, რომ 1 მილიარდი ამ ადამიანის მოპარული აქვს. ისე რომ ბიძინასთან არ მიუტანიათ წილი, ანუ რაც მიქონდათ იმის იქით აქვს 1 მილიარდი კიდე მოპარული. კალაძის кейსი აბსოლუტურად ცალკეა კიდევ. და ამასობაში აღმოჩნდა, რომ გომელაურმა დაიწყო თავის მართლება და თქვა, რომ იცით რა, ბატონო ბიძინა, რაც თქვენთან არ მომქონდა ეს ნახა, მე მიმქონდა უჩა მამაცაშვილთან საუბარია ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილზე და ივანიშვილის საყვარელმა დეიდაშვილმა მოკურცხლა, გაექცა ბიძინა ივანიშვილს. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.